Welcome to Grog's Castle, tiny friend. მოგესალმებით მეგობრებო, ნერუ არის დღეს თქვენთან ერთად დავუბრუნდით Mobile Legends-ის ახალი ეპიზოდით. Rayvampi იყო Krokoze, ამიტომაც მოდი განვიხილოთ მისი ახალი სკილები. სანამ უშუალოდ გმირის განხილვაზე გადავიდოდე, ჩემი თხოვნა იქნება რომ გამოვიწეროთ არხი, რადგანაც ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმის რომ 1000 გამომწერზე რაც შეიძლება მალე ავიდე. ამ მომენტისთვის, როდესაც ამ ვიდეოს ვიწერ, არხზე სულ რაღაც 501 გამომწერი არის და იმ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, რომ მაყურებლების ნახევარზე მეც არხი არ აქვს გამოწერილი, ჩემი აზრით ამ მიზნის მიღწევა არ უნდა გავუჭირდეს. კარგით, გადავიდეთ ახლა უშუალოდ ვიდეოზე და გმირის განხილვაზე. დავიწყოთ მოდი პირველი სკილის განხილვით, აი ესეთნაირად გამოიყურება ის გამოყენების პროცესში. როდის პირველი სკილის გამოყენებისას ის პირდაპირ მასიურ დარტყმას აკეთებს. ამ პროცესში ის მოწინააღმდეგეს 240-დან 440-მდე დემეიჯს უკეთებს და ასევე ამას დამატებული 100% ფიზიკალ ატაკიდან. როდესაც პირველ სკილს მოწინააღმდეგეზე გამოვიყენებთ, თუ მასთან ახლოს რაიმე ობიექტი არის, რასაც ის მიინარცხება, ის აერში ავარდება, რადგანაც მას მასი მაქსიმალური სიცოცხლის 4% დააგდება. პასივის ეს ნაწილი შეზღუდული არის კრიფებზე და ჩანგლის მონსტრებზე, რადგანაც მათ მხოლოდ 300 დემეიჯს გავუკეთებთ და მეც ვერა. ეს შეზღუდვა 20-ით იზრდება ყოველი გმირის ლეველის მომატვისას. თუ მოწინააღმდეგე არაფერს არ დაეძახება პირველი სკილის გამოყენებისას, მას უბრალოდ უგუაღებთ. ესე გამოიყურება პირველი სკილის დემეიჯი ლეველის მატებასთან ერთად. რაც შეეხება Grog's მეორე სკილს, გარკვეული პაუზის შემდეგ ის ქვის კედელს იძახებს მონიშნულ ადგილზე და მოწინააღმდეგეს თავისკენ უბიძგებს. ამ პროცესში ის მოწინააღმდეგეს 100-დან 200-მდე ფიზიკალ დემეიჯს აყენებს, ამას დამატებული 60% ფიზიკალ ატაკიდან. თუ სკილს მეორედ გამოვიყენებთ, ამ ქვის კედელს ჩვეულებრივად გავაკროთ. ესე გამოიყურება მეორე სკილის დემეიჯი ლეველების მატებასთან ერთად. Grog ულტის დროს მოწინააღმდეგისკენ მიექანება და გზად ვინც შეხვდება, ყველას 100 დემეიჯს უკეთებს და ასევე 50% ფიზიკალ ატაკს. ეს მანამ სანამ რაიმეს დაეტაკება, ხოლო როდესაც რაღაცას დაეტაკება, ის მაშინვე ჩერდება, დიდ აფეთქებას იწვევს და მასთან ახლოს მყოფ მოწინააღმდეგეს აერში აგდებს 1 წამის განმავლობაში. ამ პროცესში Grog მოწინააღმდეგეს 300% ფიზიკალ ატაკას აყენებს. თუ Grog ულტის გამოყენების პროცესში კედელს არ დაეტაკება, მისი ულტის კოლდაუნი განახილება. ესე გამოიყურება მისი ულტის დემეიჯი და კოლდაუნი ლეველების მატებასთან ერთად. რაც შეეხება Grog's პასივს, ის მას უაქტიურდება მას შემდეგ, რაც სიცოცხლის ქვემოთ არსებული აი ეს თეთრი ხაზი შეივსება, ხოლო ეს თეთრი ხაზი ივსება ყოველ 18 წამიდან 12 წამამდე. გააჩნია რა ლეველზე არის გმირის ლეველის მატებასთან ერთად ეს კოლდაუნი იკლებს. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კედელთან ან რაიმე ნაგებობასთან ახლოს ყოფნის შემთხვევაში ეს ჩვენი ხაზი 200%-ით უფრო სწრაფად ივსება. მას შემდეგ, რაც Grog's აი ეს პასივი გაუაქტიურდება, მას ერთვება შილდი, მისი მაქსიმალური სიცოცხლის 10% და მისი შემდეგი ჩვეულებრივი დარტყმა იგივე ბეისიკ ატაკა ძლიერდება. ამ ბეისიკ დარტყმას ზუსტად იგივე ეფექტი აქვს, რაც პირველი სკილის მეორე ნაწილს, ამიტომაც მას თავიდან მოდი აღარ აქვს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Grog's სკილების გამოყენების მომენტში იმუნური არის ისეთი სკილების მიმართ, რომელიც მას მოძრაობას უზრუნველყოფს. ასევე როდესაც მისი პასივი შილდი არის აქტიური, ფიზიკალ დარტყმებისგან 30% დაცვა აქვს და 4 ემატება ყოველი ლეველის მომატებასთან ერთად. სულ ეს იყო Grog's სკილები, ახლა კიდე მოდი ბოტებთან გავერთოთ. ვიდეოს ეს ნაწილი არის ჩაწერილი 3 საათიანი სტრიმის შემდეგ, ღამის 3 საათზე, ამიტომაც სუსტი გულის მქონე ადამიანები მოვირიდოთ ეკრანებს. ბედანგი. ორივე კედელს ამოვაშენებთ. აუ ბედანგით. ბედანგით და ვიღარავთ. просто ერთად ვიაროთ და მარტო ბოტებზე ვიაროთ, არც კრიფები არაფერი. ბოტებს ურტყათ. Guardian Helmet-ი ავაწყოთ პირველი. დავცხოთ. მან ბაზაზე წასვლა რომ მოვიზიოს რა. მოსულა? ოკეი. ეხლა შური უნდა ვიციო რა რანკებით წავაგე. მაგას გეუბნები ბევრი წაგიგიათ. მეცინება. ერთი კედელი. შემდეგი ვაუ, ეს მომკლა. ერთი ასისტი არის, კაი, ქვემოწავა. მომკლავა. კარინას მაგარი დემეიჯი აქვს. რა იყო იზი ბოტი ხარ, რას მომწევ, დამანეკა. ბოტები მკლავენ, შემიგა. იზი ბოტმა ამკუწვა.
ეცა გავხარ მოტორი ესე. გამოვარებ. ისე მაგ ყველაზე კაი მოსაკრავი ტიპია. ესაში ერთად მაგარი კომბო ვართ იმენა სერიოზული. ამოაშენი აკენწლე მოკარე. ხა ცოტაზე იმას დავით. მე ამოაშენი მოგყვეთ ამოაშენი. აი, მე არაფერი თქვენს არის. მოკლავენ აბარას იზანი. ამოაშენე ბიჭო და მოუკლავ ამოაშენე შენი კედელი მინდა. ბიჭო, სიცოცხლე არ მაქვს. და კიდე შილდი გიგეთება. შილდი არ მიგეცდება. მეორეს ის რო გაკეთებ როგორ გიგეთ. ორ ვიჯახი. ცოტას მაკლია და დავით. აი დავით. რანკი ხოაჩოს ეს რანაირად თამაშო. ორ შემეშალა. არ ვიცი რა. მე მგონი რანკია. არა კომპიუტერია წერი. კომპიუტერი არის მაგრამ ვიდა მამალე გამოდივა. აუ ნახე გამიუქმა იმა ყველაფერი. ეხლა გუდარი აი შეიძლება გააქტიურდა და დაცვა ჩაერთო, მაგრამ არა მაინც მოგვიწევს. ის ფოჩამეთო. აგურა აკეთებს სკილებს. აგურა მოსაკლავე. ჩამორა ერთად ვიარ. დაიკიდე მაგლანი. ვიფარმები. დაიკიდე ფარმი წამო მოგლათ ხალხი. აი მანდ მოგლათ. დაცხელი გამოუშენე. შეგარმა. სანგარმა. აგურა მაგარ სომარო ბოტი კი არა. მაგაზე მეტი ბოტი მე ვარ. ია ჩემი კაი გადაო. ბოტებმა გვაწამეს. ამა ვიწერა ხა? არა დასადებ ხო? რას დაშხულობს ტიპი რას დარბის? ყველა დავები კედელისა დააშენა მოსაგავდი. არა. ეგრე უღერა. улцера ხელა დემეიჯია მელა სახე სამწამში ნახულდე რა მიუქრა ყველანა ესკის დიდი არის მაგარი კაუნტერი ჩვენ სერიოზული კაუნტერია დიდი უზემო და რამდენი კრიკებია გახელი მაინც გამოვიდა
მე მგონი easy bot-ებთან წავაგებთ ახლა. გამი 3 საათზე ვიდეო ვარ მეტაზე. 3 საათიანი სტრიმის მე. რატე მეიჯი გაკეთეთ ისე შეიძლება. მიგაი. გამოგა მე. რა ქნა დიგმა. აუ. არა. აშკარად სილიჯობდა თავს. ჩემი დიგიმ გააუხმახა ჩემი ისა რა ეფექტი. მე მათ ყველა მოკვდებოდა ვაფშე. აუში დაადო მე და იარაღი დაადო შუბზე და ისე ესროლა. აუ შენი სადროს გაქცა კედელი. ეგრეს. აუ და ის. აუ და დროს დაუსა. აუ დიგიმ რა გამიჩალიჩა. კომპიუტერი და ხელები მარაკნა. ნახოთ. მეორე სკილი მინდა. ფლიკერი მინდა. რა დამი. შეგვიტანეთ.